იმისთვის, რომ არ მოიმატო წონაში, თუ შენ ნორმალური წონა გაქვს და დაიკლო წონაში, თუ გაქვს ჭარბი წონა. დღეში უნდა ჭამო 4-ჯერ. კვებებს შორის აუცილებლად უნდა იყოს 3-4 საათი ინტერვალი. არც მეტი, არც ნაკლები. აი მაგალითად, ერთი კვების შემდეგ მოდის მეორე კვება 3-4 საათში. თქვათ არ გშია, ხო, 4 საათი გავიდა, აი არ მშია და არ შევჭამ. კიდე უკეთესი უფრო ნაკლებ შევჭამ, ხო, შეიძლება ესე გაიფიქრო. მაგრამ არა, უნდა შეჭამო. ანუ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ ყოველ 3-დან 4 საათში იკვებო. მაგრამ მეორე პრინციპი არის ის, რომ აი იმ ინტერვალში, რომელიც არის კვებებს შორის, არაფერი არ ჭამო. არც ვაშლი, არც თხილი, არც შოკოლადი, არაფერი საერთოდ გარდა წყლისა და უშაქრო ჩაი და ყავა. პირველი კვება ეს არის საუზმე, რომელიც უნდა იყოს დილით. რასაკვირველია, თუ თქვენ დილით იღვიძებთ. რადგან არც თუ ისე იშვიათია, როცა საღამოს იღვიძებენ, ხო, 3-4 საათი ეს უკვე შუადღე საღამოა უკვე. ამიტომ დილით გაღვიძება, ესეც მნიშვნელოვანია წონის კორექციისთვის და დროული დაძინება, ანუ დაიძინე დღეს გაიღვიძე ხვალ, დილით ადექი, ჩაიტარე რუტინა, ჩვეული და დალიე 1-2 ჭიქა წყალი. წყლის დალევიდან დაახლოებით 20 წუთში, 9 საათში მაქსიმუმ შეგიძლია ისაუზმო. შეგიძლიათ ჭამოთ რაც თქვენ მოგესურვებათ. იმისთვის რომ დაიკმაყოფილოთ ეს თქვენი სურვილები, თუნდაც იყოს რაღაცა ტკბილი, იყოს ფაფა, კვერცხი, ძალიან კარგი საუზმეა, მაგრამ შეგიძლიათ შეჭამოთ, ანუ თავისუფალი კვება, რაც გნებავთ ის ჭამოთ, რაც გესიამოვნებათ. საუზმის შემდეგ გავა 3-4 საათი და მოდის მეორე კვება, ეს არის წახემსება. აი სახელიც ისეთი აქვს, ხო, წახემსება, ანუ რაღაცა წაიხემსე, პატარა რაღაცა შეჭამე. და ეს სწორედ ის დროა, როცა შეგიძლიათ ჭამოთ ხილი. ნებისმიერი ხილი, ხაჭოსთან, მაწონთან, ან შეგიძლიათ უბრალოდ ხილი. და ზოგს გონია, რომ ხილი შეუძლია მთელი დღის განმავლობაში ჭამოს, ღამითაც, დღისითაც, მაგრამ ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ხილი შეიცავს შაქარს და ის არის კალორიული პროდუქტი. ამ ხრივ, ანუ ის მარტივად რო ვთქვათ, იმატებ წონაში თუ ჭამ ბევრ ხილს. ამიტომ ხილის ჭამას აქვს თავისი დრო და თავისი წესი. ის უნდა ჭამო წახემსების დროს, დღის პირველ ნახევარში, ანუ შუა დღე, სადღაც 12 საათზე დაახლოებით. შემდეგი კვება გავიდა ისევ 3-4 საათი და ჭამ კარგ სადილს. კარგ სადილს ვამბობ, იმიტომ რომ ის უნდა იყოს დაბალანსებული და უნდა იყოს ისეთი, რომელიც თქვენ გეგემრიელებათ, ანუ თქვენთვის გემრიელი უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს წამალივით, რადგან დიეტაში წერია, ასე უნდა ვჭამო. არა, ის უნდა თქვენ გესიამოვნოთ, რადგან ჭამა არის არა მხოლოდ საკვების მიღება, არამედ ეს ერთგვარი სიამოვნებაცაა. კარგი სადილი უნდა შედგებოდეს 3 ძირითადი ნაწილისგან. ეს არის ცილა, ანუ ხორცეული ნებისმიერი, ან იქნება თევზი, ვინც არ ჭამს ხორცს, შეიძლება მცენარეული პარკოსნები, ლობიო, ბარდა. ანუ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი, ცილები. შემდეგ მოდის უჯრედისი, რომელიც უნდა მივიღოთ ბოსტნეულის სახით, სალათი, რამე იქნება ეს კიტრი პამიდორი, კომბოსტო, ნებისმიერი ბოსტნეული, შეზავებული ზეთით თუ ძმრით, აჯიკით და რა ვიცი, რითაც გნებავთ. და მესამე ინგრედიენტი ეს არის ნახშირწყლები. ნახშირწყლები მოგეხსენებათ, ეს არის პური, პურეული, ზოგადად სომეული, ჭადი, ღომი და წიწიბურა, ეს ბურღულეული,
არსებობს მარტივი და რთული ნახშირწყლები. რასაკვირველია, უკეთესია რთული ნახშირწყლები. რატომ არის უკეთესი, ამას კიდევ სხვა დროს აგიხსნით და ეხლა მარტივად შეგიძლიათ უბრალოდ დაგუგლოთ და ნახოთ რთული და მარტივი ნახშირწყლები და აი უკეთესია თუ რთულ ნახშირწყლებს მიირთმევთ და არა მარტივს. თუმცა თუ ძალიან გინდათ და გენატრებათ, ჭამეთ მარტივი ნახშირწყალი, მაგრამ რაოდენობრივად უნდა იყოს ასე, რომ ცილა, ბევრი ბოსტრეული და ცოტა ნახშირწყალი. სადილის შემდეგ გადის 3-4 საათი, დაახლოებით 7, მაქსიმუმ 8 საათი უნდა იყოს და ჩათვალეთ, რომ აქ თითქმის არაფერს არ ჭამ, ხო? იმიტომ რომ კი ჭამ, ოღონდ ეს არის ერთი ჭიქა მაწონი, ან ერთი ჭიქა კეფირი, ან კვერცხი, ან უბრალოდ სალათი ცოტა სეთით. შეიძლება კვერცხი. ანუ ძალიან ცოტა უნდა იყოს ეს საჭმელი, არ უნდა იყოს ბევრი. რასაკვირველია, ახლა თუ შეჭამ 10 კვერცხს, მაშინ მოიმატებ წონაში, თან საღამოს 7-8 საათზე შეიძლება ვერც დაიცინო ნორმალურად, მაგრამ შეგიძლია ერთი კვერცხი და ცოტა სალათი. ან მაწონი ერთი ჭიქა, მეტი არაფერი, ოღონდ უშაქროთ. და შეგიძლიათ, ვისაც გაქვთ ჭარბი წონა, საერთოდ ამოიღოთ ბოლო კვება. თუმცა ეს უკვე თქვენს სურვილზეა, როგორც გნებავთ, მაგრამ ერთი ჭიქა მაწონი, ან ერთი ჭიქა კეფირი, ან ცოტა ხაჭო და მაწონი შერეული საღამოს 7-8 საათზე ყველაზე გვიან, მაგრამ 8-ს ფიქრობ, რომ ცოტა გვიანია, ჯობია 7 საათზე. თუ რასაკვირველია, თქვენ დაიძინეთ საღამოს 12 საათამდე. და ძილიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძილის დროს ხდება ისეთი ჰორმონების გამოყოფა, რომელიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, საჭმლის მონელებას და კალორიების ხარჯვას, ხელს უწყობს წონაში კლებას და წონის კორექციას.